მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ზემო აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს. ეს არის განცხადება, რომელიც პარტიამ ხალხისთვის გამოაქვეყნა. ანა დოლიძე გვერდდება ახლა ეთერში. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანა, აი რას უფრო დეტალურად რომ გითხრათ, რას გულისხმობდა დღეს გავრცელებული განცხადება, ანუ სწორად რამდენად სწორად მივხვდი, მათ შორის თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია გახდა საფუძველი იმისა, რომ მოსკოვის მექანიზმი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებს, რომ დამოუკიდებლად საერთაშორისო სასამართლოებში შეუძლიათ შეიტანონ სარჩელი და არა მხოლოდ მათ დაზარალებულებსაც, რომ აწარმოონ საქმეები საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. მოგესალმებით, ქალბატონო ენა, მიმესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა, იმიტომ რომ აქვს სამართლებრივი ხასიათი. თუ მანამდე საერთაშორისო შეფასებები ბევრი, რომელიც მიღებული იყო 24 წლის სისხლიან დეკემბერთან დაკავშირებით, ეს შეფასებები იყო პოლიტიკური, ეს არის ფაქტობრივად ნახევრად სამართლებრივი შეფასება, იმიტომ რომ ეყრდნობა გასაუბრებებს, ინტერვიუებს, მტკიცებულებებს და იქნება საფუძველი, შეიძლება გახდეს საფუძველი საერთაშორისო გამოძიებისა, როგორც თვითონ არის იქ მითითებული. ეს არის სამართლებრივი საკითხი, რასაც მე ვამბობდი ერთი წლის წინ როგორც იურისტი, ეს ახდა, იმიტომ რომ სუფთა ფაქტების საკითხია, პოლიტიკური შეფასების თემა არ არის. ის რაც მტკიცებულებებით შეგროვდა ადამიანების მონათხრობი, იცით რომ ასევე ჩვენს გავაგზავნეთ 30-ზე მეტი დაწვრილებითი ჩვენება. ეს ყველაფერი საფუძველი ნამდვილად იქნება, უნდა ვინმეს არ უნდა გაწელავს, გადადებს, მოიტყუება ვიღაცას მოხსნის ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო გამოძიების სამართლებრივი შეფასების საფუძველი იქნება. ჩვენ შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ნახეთ, არასოდეს ჩვენმა სახელმწიფომ არასოდეს არ აღიარა შესაბამისად რეპრესირებულების ბედი. 91-92 წლების რეპრესირებულების ამბავიდან რო დავიწყოთ, ეს ადამიანები მე მგონი 9 ლარს იღებენ იმისთვის, რომ ხალხი დაეხოცა ორთებერვალს, ხო, 92 წლის ადამიანებს. ეს არასოდეს ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც ეს მორჩება, ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ რუსთაველზე რეპრესირებულების არა მარტო გამზირზე, იქ მაცხოვრებლები ზიჩის ქუჩის ადამიანებმა 15 დღე გაზი ყლაპეს. 15 დღე ხალხმა, ბავშვებმა, დედებმა ყლაპეს ხუთავი აირი ყლაპეს, ხო? მათთვის გავაკეთოთ შესაბამისი სერიოზული საკომპენსაციო საშუალება. ეს არის უკვე ჩემი პოლიტიკური მოსაზრება. ანა, თქვენ ამბობთ, რომ ასეთი მძიმე ანგარიში შემდეგ ამ ანგარიშზე EUTO-ს წევრი 24 სახელმწიფოს გამოხმაურება არ არის მხოლოდ საკმარისი და იმისათვის, რომ ქმედითი ღონისძიებები გატარდეს, კიდევ დამატებით რა არის გასაკეთებელი? აბსოლუტურად საკმარისია. ეს არის რეალურად ბიძგი იმისთვის, რომ მაგალითად ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყოს გამოძიება. ყველა შემთხვევაში არის ბიძგი. ახლა უნდა გავითვალისწინოთ სამართლებრივი და პოლიტიკური ნაწილი, ხო? ჰააგის საერთაშორისო სასამართლო დღესდღეობით თვითონ არის გარკვეულ რთული გამოწვევების წინაშე. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლიო წესრიგი იცვლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც 24 ქვეყანა, რომელიც ყველა არის ჰააგის სასამართლოს წევრი, ეს არის გადაკვეთა, ხო? ამბობს, რომ აქ იყო ჩადენილი სერიოზული საერთაშორისო დანაშაულები, ძალიან დიდი ალბათობა არის, რომ სუმცილედ ის, რაზეც თავიდანვე ჩვენ უბრალოდ საუბრობდით, თუ მივაწოდეთ მასალები, უკვე დაიწყოს სერიოზული მოკვლევა. ამის შემდეგ ქართულ ოცნებას, აი ეხლაც რჩება მარტო ორი არჩევანი. ან უნდა კიდევ წავიდეს კუთხეში და ამას დასასრული არა აქვს. იმ წნეხს, რომელიც წამოვა დასავლეთიდან. ან უნდა მიხვდეს რა ვითარებაში ჩაიგდო ცავი, ხო? კაი თამაში არა აქვს. როგორც ჭადრაკშია, ცუქცვანგი, არა აქვს კაი თამაში.
და წამოვიდეს კომპრომისებზე საკუთარ ხალხთან. ამ ორი შესაძლებლობიდან რომელი უფრო რეალურად მიგაჩნიათ შექმნილ ვითარებაში და აი თუ მაგალითად ვიბსჯელებთ დღეს გაკეთებული განცხადებებით, რომლის თანახმადაც ისინი არაობიექტურს უწოდებენ ძალიან რბილად რომ ვთქვათ ამ დასკვნას. არის ქართული ოცნება დათმობაზე წამსვლელი? თუნდაც აი საერთაშორისო სასამართლოში საქმეების აღძვრის შიშით? ეს ნამდვილად იქნება კატასტროფა და მე ვფიქრობ, რომ იურისტებს მიუხედავად იმისა, რა ემოციურ მდგომარეობაში არიან, იურისტებს, რომლებიც არიან ხელისუფლებაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გააზრებული აქვთ ეს, რაც შეიძლება ნიშნავდეს. ყულევის ტერმინალის მაგალითი მინდა მოვიყვან. ერთის მხრივ ეს ოცნება ვალდებულია, რომ შეინარჩუნოს წარმოდგენა, რომ მაგრად განან. აქედან გამომდინარე ის განცხადებები. მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? ყულევის ტერმინალზე რა მოხდა? გამოვიდნენ, გააშანშალეს წერილი, რომ არაფერი არ იქნება, სანქცირებული გემები აქ არ იქნება, ჭრtildeვანი ფლოტი არ იქნება, ოღონდ არ დაგვასანქციროთ. ანუ მათ კარგად ისმის ამ სანქციების მნიშვნელობა. ეხლა მე მეცაც გეტყვით. აი ეხლა გამოქვეყნდა თქვენ საინფორმაციო საშუალებაზე, რომელსაც ხშირად ვუყურებ, ის მაჩვენებელი, რომ ჩვენი ექსპორტი წელს რამდენიმე პროცენტით ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი მაჩვენებელი, ხო? ეს არის შარშანდელი მაჩვენებელი, უკვე დაბალი იყო, ვიდრე 2023 წლის მაჩვენებელი. საქართველოს ეკონომიკა ეს არ არის უდიდი, რომელიმე ლათინური ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც თქვათ რაღაცა ნავთობზეა მიბმული, ან თვითკმარია. თავიდან ბოლომდე მიბმულია დასავლურ ეკონომიკაზე. 20 ნახეთ ევროპული სანქციების ბოლო სანქციებიდან 20 სხვადასხვა ზომა იყო მიღებული. 20 საქართველოს მიმართ იყო მიღებული ნახევარ ზომა ჯერჯერობით. აი ეს პასპორტებთან დაკავშირებით. ეს ხო არ არის ის მართლაც რაც იმას იზრავს სახში დატოვებს ხო ქართული ოცნების ხელისუფლებას. ეს არის ნახევარ ზომა, ანუ პატარა დისკომფორტია. რა მინდა ვთქვა? 19.5 კიდე რაც შეიძლება. აი ყველაზე დიდი დისკომფორტი რა იქნება, ანა? ალბათ, რა ვიცი, საქართველოს სრული მოსახლეობის, საქართველოსთვის მოკლედ უვიზო რეჟიმის გაუქმება. უვიზო რეჟიმის გაუქმება იქნება და ამაზე დაიცავი უვიზო მიმოსვლა. მე მქონდა კამპანია, იმიტომ რომ ამაზე ყველგან ვამბობ, სხვათაშორის ახლა მაქვს კიდე ერთ-ერთი ევროპის ქვეყანაში მოხსენება პარლამენტში, ამას მე გავაჟღერებ, მაგრამ ყველგან ვამბობთ, რომ მოსახლეობას არ შეიძლება რომ უვიზო მიმოსვლა ჩამოერთვას. მაგრამ ამაზე უკვე საუბრობს ევროკომისია, ანა, და ამბობენ, რომ გამარტივებულია ზოგადად პროცედურული საკითხით და თუ არაფერი შეიცვალა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მაშინ როგორ ვიცავთ უვიზო მიმოსვლას. რა თქმა უნდა, ამაზე პირდაპირ პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება, რომელსაც ურჩევნია აი 5 ადამიანის და მათთან დაახლოებული ოჯახების კომფორტი, მათი კომფორტი, პირადი კომფორტი, ადამიანების, რომლებიც გამდიდრდნენ, ქართულად რო იყვნენ, კაცებად შეიქმნენ. ხო, აი რაღაცა თავი წარმოიდგინეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ქაბატონებმა როგორ შეიძლება რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა 1500 ლარზე და 900 ლარზე მუშაობდეს და ზარქუას ოჯახი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იმის მერე აუყვავდა ბიზნესიც, ყველანაირი ბიზნესიც, სამშენებლო ბიზნესიც, სამოდელო ბიზნესიც და როგორ შეიძლება რომ ეს ემთხვეოდეს ყველაფერი, ხო? საკუთარ ტყავს იცავენ ესენი. ეხლა მე გეტყვით, ყველაზე სერიოზული დაცემინებაც კი საკმარისია, მაგალითად, რამე რომ მოხდეს საბანკო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენი საბანკო სისტემა პირდაპირ არის დაკავშირებული და ორი მონოპოლისტი ბანკი, თავარი ბანკი ქვეყანაში პირდაპირ არის დაკავშირებული, არის რეგისტრირებული, ვაჭრობს ლონდონის ბირჟაზე. ლონდონის ხაზინა, ლონდონის ბირჟის ადმინისტრირება, იქ რო რაიმე დაისვას კითხვა უკაცრავად ეს საქართველოს დღესდღეობით ჩვენი ეკონომიკა რო იძახიან 9 და 8%-ია ზრდაო, ეს რა ზრდა არის? ჩვენი ეკონომიკა არის ფულის რეცხვის ეკონომიკა. საქართველოში სამუშაო ადგილები ახალი არ იქმნება.
საქართველოში სხვაჩვენს დიდი ბრიტანეთი არის იმ 24 ქვეყანას შორის ვინც ეუთოს ანგარიშს მხარი დაუჭირა და საკუთარი რეკომენდაციებითაც მიმართა აი ამ ანგარიშიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობას. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუ არ შესრულდება ნაწილი მაინც ამ რეკომენდაციებიდან, ამან შესაძლებელია თუნდაც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დამატებითი დაძაბულობის საფუძველი შექმნას? იცით რა არის გარდაუვალეა საქართველოს ისეთი მნიშვნელოვანი არის ევრაზიაში და ბოლო-ბოლო ცნობილი წიგნი საჭადრაკო დაფა ხო ბჟეზინსკის საქართველოსზეა დაწერილი რეალურად კავკასიაზეა იმდენი პროექტები იქმნება ამ ტერიტორიაზე რომ ამის დათმობა არც 1918-1921 წლებში დაუთმია და მანამდე არც ეხლა მას არავინ არ დათმობს საქართველოს. ევროპას დღეს ბევრი გამოწვევა აქვს. აშშ-საც ეხლა მართალია შეიძლება მათი მსოფლმხედველობა განსხვავდებოდეს, მაგრამ საქართველოს ხელიდან გაშვება ყველამ ძალიან კარგად იცის რომ არის სისულელე. ეს მე მინდა გითხრათ რომ ადრე მეგონა რომ აი მართლაც ესე იგი სასიკეთო თუ არა რაღაცა პრაგმატულად აზროვნებდა ბიძინა ივანიშვილი სხვათა შორის. შეიძლება სათავისოდ არა ქვეყნისთვის და მე ვფიქრობ რომ მასაც უნდა ესმოდეს დღეს რომ თუ გაიხსენებთ მის გამოსვლებს 2011 წელს თვითონ ამბობს საქართველოს არავინ არ დათმობს ქართველი ხალხის გადაკიდება არ იქნება. ანუ დღეს ნახეთ 5-1 მოცემულობა არის ესეთი 5-1 აგებს ქართული ოცნება 80% ვართ აქეთ 20% არიან იქით. ისიც ვინ? ადამიანები რომლებიც საკვებით, ტენდერებით, ფულით, თანამდებობით არიან მიბმულებით და ამ ხალხთან რას უშვება ხო ხედავთ? მოკიდა ხელი, ჰოპ, აღარ. ანუ ძალიან ცოტა დრო გრჩება და ბიძინა ივანიშვილის შემთხვევით არ გიხსენებიათ, ანუ აი თქვენ გაქვთ მოლოდინი რომ თუ კი ვინმე შეცვლის არსებულ ვითარებას, ისევ ივანიშვილი იქნება? არა, რა თქმა უნდა. არა, მე უბრალოდ მოვუხმობ ყველანაირ გონივრულ ელემენტს თუ სადმე არის დარჩენილი, არ ვიცი პატარა ივანიშვილში? არ ვიცი ქვევით, არ ვიცი. არა, აი იმ წრეში, მართულ წრეში, მათ შორის ბიზნესში, რომელიც ნახე ერთის მხრივ იძულებულია რომ იყოს ახლოს დაალაგდეს რა საქმეები გაუკეთოს, იმიტომ რომ აქედან ძალიან დიდი სარგებელი აქვს. მეორე მხრივ საკუთარ ჯიბეზე გრძნობს მეებზე, ბინების გაყიდვებზე, ბინების ფასებზე და ქვეყნის ეკონომიკაზე და ბოლო-ბოლო იმაში ხალხში გრძნობს, რომ ეს არ არის სწორი კურსი. აი ამ მათში, იცით რა არის, ესე ვაკეთებდი, აი 2010 წელშიც რომ მივხვდი, რომ არის ეგეთი ცნება, ჯგუფური აზროვნება, group think, სამეცნიერო ცნება. მასში ჩავარდა მიხეილ სააკაშვილი და ვერ აღიქვავდა რეალობას. და მე ვწუხვა რომ აი ეს პატარა შემადგენლობა ივანიშვილის თაოსნობით შეიძლება ამ ჯგუფურ აზროვნებაში იყოს ახლა შესული და თუ რაიმე გონივრული დარჩა მასში დღეს არის ქვეყნიდან აი ამ ნეხის ბიზნეს ალღო მაინც უნდა უკარნახოს ანა ბიზნეს ალღო მაინც უნდა უკარნახოს ივანიშვილს რომ ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს საქმე იმაშია, იცით, მე ხა რა მაგალითიც მაქვს გეტყვით, რომ ადრე რაც ვიცოდი, ხო, რომ არ იყო დარჩენილი ადამიანი, რომელიც სააკაშვილთან მივიდოდა და სიმართლეს ეტყოდა. ესეთი ვითარება იყო შექმნილი ხა, ამაზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მაქვს შექმნილი. მე მეშინია, რომ შეიძლება დღეს ესეთი ამბავი იყოს შექმნილი, რომ შიშისგან და ტერორის გამო არ იყოს ადამიანი დარჩენილი, ვინ სიმართლის იტყვის შიგნით. აი ციფრები. შეიძლება ის ნახეთ ის სამსახურები, რომლებსაც სინამდვილეში ეს სამსახურები რისთვის არის, უნდა ამბობდნენ სიმართლეს. განწყობები ასეთია. იცით რა არის სამწუხაროდ შეხედავთ, აი ყველა ეხლა ძალიან კარგი წიგნს კითხულობ ალბანეთის დიქტატურაზე რა. როგორ დავარდა ენვერ ხოჯა, ხო, როგორ დავარდა ვერ ხვდებოდა რომ ვითარება იცვლება. ეს ხელისუფლება როგორ შეიცვალა, ხო? ალბანეთის ხელისუფლება. ანუ ვერ ხვდებოდნენ ისინი რომ სიტუაცია იცვლება.
და არ ვიცი თუ რაიმე მის გარშემო არის გონივრული არსი თუ არსებობს ხო პატარა დარჩენილი უნდა მიხვდნენ რომ აი მიდიან კუთხეში და კუთხეში თუ რამდენი წესიერი ფსიქოლოგი მასწავლებელი სკოლის რა ვიცი მე პედაგოგი ბაღის მასწავლებელი უნდა დაიჭირონ და ჩასვან ციხეში იმიტომ რომ ტროტუარზე გავარ ამას ხო საქართველოს ისტორია ამას არ ამოშლის არასოდეს ეს არის უდიდესი სასირცხვილო ლაქა იმ ერში რომელიც რუსეთის იმპერიას უჯანყდებოდა და არ დანებდა რუსეთის იმპერიას და მაგათ ბოქაულებს და იმეებს როგორ პამეშჩიკებს მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ანა დოლიძეს პარტია ხალხისთვის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ